დღეს ვისაუბროთ მთვარის დაბნელებაზე. ძალიან ბევრ მარასწორად გაიგო, რასაც ვიძახდი. ამიტომ გავიმეორებ კიდევ ერთხელ. მთვარის დაბნელებას არ აქვს კონკრეტული ზეგავლენა ადამიანის ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას. კონკრეტულ ზეგავლენაში ვგულისხმობ არ იწვევს მოვლენებს. ანუ მთვარის დაბნელება არ იწვევს მოვლენებს. მთვარის დაბნელება არის შესწავლის საგანი მუნდანური ასტროლოგიის, ეს არის ასტროლოგია, რომელიც შეისწავლის ქვეყნების ბედს და მოვლენებს კონკრეტულს. და იგივენაირად მთვარის დაბნელება არის ასტროფსიქოლოგიის თემა და ეზოთერიკის თემა, რადგან ეს ენერგიები, შინაგანი რაღაც ინტენსივობა და ასე შემდეგ. მე რა სფეროსაც მივყვები, ეს არის პრაქტიკული ასტროლოგია. პრაქტიკული ასტროლოგია არის, რომელიც ეხება კონკრეტულ მოვლენებს. აქ ეხლა ჩვენს ცხოვრებაში, დედამიწაზე, ჩვენს რეალურ პრაქტიკულ ცხოვრებაში რა ხდება, რა მოვლენები ხდება. ეს არის ჩემი მიმართულება. შესაბამისად, მთვარის დაბნელებისას ელემენტარული რაც არის ადამიანის ხასიათი, ეს არის ემოციური ინტენსივობა. ადამიანის სურვილები უფრო მძაფრია, ადამიანი უფრო მეტად სუბიექტურია და შესაბამისად ამას შეიძლება მოჰყვეს რაღაც კონკრეტული ესე ვთქვათ, ქცევებში პრობლემები. თუმცა ეს უბრალოდ ამძაფრებს ემოციას, მაგრამ არ იწვევს კონკრეტულ მოვლენას. იმისთვის, რომ მოხდეს კონკრეტული მოვლენა, მთვარის დაბნელების დროს ან ნებისმიერ დღეს, როდესაც იქნება დაბნელება თუ არ იქნება დაბნელება, მზის იქნება თუ მთვარის, კონკრეტული მოვლენა რომ მოხდეს, საჭირო არის 3 კონკრეტული ასპექტი აი ამ თემის ირგვლივ, რაც უნდა მოხდეს. შესაბამისად, თუ არის საფრთხე, თუ მოხდება კონკრეტულ დღეს, ან დაბნელების დროს, ან ნებისმიერ სხვა დღეს, კონკრეტული მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, ეს არ არის მთვარის ბრალი. ეს არ არის კონკრეტულად დაბნელების ბრალი. შეიძლება იყოს მთვარის ბრალი, თუ მთვარე რამენაირად ეხება ან პირველ სახლს, მეათე სახლს, ან მერვე სახლს. ამ შემთხვევაში შეიძლება მთვარე გახდეს, ანუ მთვარის ასპექტი გახდეს მიზეზი, ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ადამიანის ცხოვრებაში მოხდა საფრთხე. რადგან მოვლენა, ნებისმიერ მოვლენა და საფრთხეც ხდება 3 ასპექტზე. ანუ დაბნელება იქნება თუ არ იქნება დაბნელება, ასპექტს მოაქვს მოვლენა. მთვარის შეერთებაც, მთვარის ოპოზიციაც, ანუ დაბნელების მომენტებიც იგივენაირად არის ასპექტი, ხო? შესაბამისად, მთვარის მდებარეობა და მისი ასპექტი შეიძლება იწვევდეს კონკრეტულ მოვლენას, მისი ასპექტები დამატებით სხვა 2 ასპექტთან ერთად, სულ უნდა იყოს 3 ასპექტი. დაბნელებას არანაირი კავშირი არ აქვს კონკრეტული მოვლენის მოხდენასთან. თუ დაემთხვა ისე, რომ დაბნელების დროს ადამიანს აქვს ემოციები ინტენსიური და ამ დროს პარალელურად იქნება კიდევ 2 ასპექტი, ან მთლიანად რუკაში შეიკრება 3 ასპექტი ამ დაბნელების ჩათვლით. შეიძლება მოხდეს მოვლენა, დიდი შანსია რომ მოხდება მოვლენა, მაგრამ ეს არ არის დაბნელების ბრალი, ეს არის ბრალი მთვარის კონკრეტული ასპექტის და კიდევ 2 ასპექტის, რომელიც იქნება